სურსათის უვნებლობა მართლა პრობლემაა? კი, პრობლემაა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის და ავადების 40,000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში რეალური რიცხვები გაცილებით მეტია, რადგან ხალხი მსუბუქი მოწამვლის დროს ექიმს არ მიმართავს. მოწამვლის გარდა ადამიანს სურსათით შეიძლება სხვადასხვა დაავადება გადაედოს. მაგალითად, ბრუცელოზი რძისგან, ჯილეხი ხორცისგან. ამ შემთხვევებში სერიოზული სამედიცინო ჩარევაა საჭირო. ბრუცელოზის შემთხვევაში თუ დროულად არ დაისვა სწორი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა, შეიძლება დაავადებამ ქრონიკული ფორმაც მიიღოს. ჯილეხით დაავადება კი შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს. გარდა ამისა, სურსათი შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, რომელიც გამოიყენება მაგალითად ხილის თუ ბოსტნეულის მავნებლებისგან დასაცავად, ან როგორც სურსათის ერთ-ერთი ინგრედიენტი მისი შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, ან მისთვის მიმზიდველი იერსახის მისაცემად. თუ კი სურსათი გადაჭარბებული ოდენობით შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ან შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა შემცველობა საერთოდ აკრძალულია სურსათში, მისი მოხმარების შედეგად შეიძლება ადამიანი ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ სისტემატური მოხმარების პირობებში წლების განმავლობაში სხვადასხვა მძიმე დაავადება განუვითარდეს. და ვინ არის პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობაზე? სურსათის უვნებლობაზე მთავარი პასუხისმგებელი მეწარმეა. პირველ რიგში ის, ვინც აწარმოებს სურსათს, შემდეგ კი ის, ვინც სურსათით ვაჭრობს. სურსათის უვნებლობის კონტროლი საჭიროა მინდვრიდან სუფრამდე. სურსათი შეიძლება თავდაპირველად უვნებელი იყოს, მაგრამ შემდეგ საფრთხის შემცველი გახდეს მისი გადამუშავებისას, გადაზიდვისას, გაყიდვისას, თუ კი უვნებლობის შესაბამისი პირობები არ იქნება დაცული. ანუ, სურსათი შეიძლება გადამუშავებისას დაბინძურდეს, ან გადაზიდვისას, ან სავაჭრო ობიექტში გაფუჭდეს, თუ სიცხეში იდება და სხვა. სურსათი ასევე შეიძლება სახლში შენახვისას ან კერძის მომზადებისას გაფუჭდეს და მავნე აღმოჩნდეს. ამაზე პასუხისმგებლობა უკვე მთლიანად მომხმარებელს ეკისრება. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის კონტროლს მისი წარმოება გადამუშავების, გადაზიდვისა და ვაჭრობის დროს, თავად მეწარმეების გარდა ამაზე სახელმწიფოთაა პასუხისმგებელი. თუმცა არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ შეუძლია ქვეყანაში მომუშავე, ყველა მეწარმისა და სავაჭრო ქსელში არსებული ყველა სასურსათო პროდუქტის სათითაო ყოველდღიური შემოწმება. ერთი და იგივე პროდუქტი ხომ შეიძლება დღეს უვნებელი იყოს, ხვალ კი გაფუჭდეს. ერთი და იგივე საწარმო შეიძლება წლების განმავლობაში სანიმუშოდ მუშაობდეს, მაგრამ ერთხელაც გარკვეული ხარვეზი გაეპაროს და პროდუქცია გაუფუჭდეს. ამიტომ თავად მომხმარებლები უნდა ვიყოთ ფრთხილად. შეძლების დაგვარად დავიცვათ თავის საფრთხეებისგან და სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელხას.